ეკრანზეა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონი, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება ევროპის 1000-ის გათამაშება რაგბიში მეორე რაუნდის კალენდარული მატჩი საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის. ახლა კი მონაწილე გუნდების შემადგენლობას გაგაცნობთ. საქართველოს ნაკრები დღეს ასეთი შემადგენლობით გამოვა მინდორზე. ჩვენი სტუმრები ესპანელი მორაგბეები თბილისში ასეთი შემადგენლობით ჩამოვიდნენ. ხელმარცხნივ თქვენს ეკრანზე და მუქი ფერის მაისურებით ჩვენი სტუმრები ესპანელი მორაგბეები. გველოდებით საჯის სასტვენს გაისმის იგი და დაიწყო დღევანდელი შეხვედრა ამ გუნდებს შორის რიგით მე-11. რაკიდან შევუტიეთ კარგათაც ანტონ ფეიქრიშვილი თვითონვე მიიწევს გადათელა იქ დაცვა, ბოლოს მაინც შეძლეს შეჩერება ოღონდ დროებით, ისევ ჩვენი უპირატესობა, ისევ გრძელდება ეს შეტევა, ახლოს არის იქვე ირაკლი მაჩხანელიც, აი მარჯვნივ პასი და ლელო, ვასილ კაკოვინი უტევდა ანტონ ფეიქრიშვილის მერე, შემდეგ მარჯვნივ პასი და მერვე წუთზე ანგარიში ხდება 5-0. მხოლოდ 2 წუთში შევცდი, მე-5 წუთზე უნდა დადებულიყო ეს ლელო რო არა ის პასი, რომელსაც ვერ მიწვდა ლექსო გოგავა, მაგრამ მან თავისი ლელო მე-7 წუთზე დადო. ხედავთ ტრიბუნებს და განმეორებით ნახავთ ახლა ამ ჩინებულ შეტევას საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იმ პირველ ლელოს, რომელიც ქართველებმა დადეს ესპანელთა ჩათვლის მოედანს. აი ეს შეტევაც და აი ეს ლელოც, ლექსო გოგავა. თბილისის ლელო. მარტივად და სადაც კვირიკაშვილი დაარტყამს რეალიზაციას, უკვე დაარტყა მან რეალიზაცია, ბურთი ვერ მიწვდა მიზანს, ასე რომ ანგარიში 5-0. მეტრიდან ასევე ჩინებული ბოჭვა იყო და ის აი აგრესიულ წინვალე ბოჭვას მოყვა ის ჯარიმა ზუსტად. ააგდო ნატრიაშვილმა. მოხსნა ლაბაზემ ჩამოაგდო. ძელი პასი იქით, ხაზი თითქო ზედმეტები ვარ. კარგი შეტევა. კარგად ჩაერთო ახლა შეტევაში ბესიკ ხამაშურიძე, ისევ მარცხნიდან ცდილობს უპირატესობის მოპოვებას, გიალაბაძე მიიწევდა თვითონ წინ, ფეხით ჩააგდეს, მიწვდება თუ არა ბურთს მერაბ კვირიკაშვილის ლელო ანგარიში ხდება 10-0. ჩინებული იყო. ჩვენ სასარგებლობად ახლა ცოტა იღბალიც არის, სხვა უფრო ალღოც არის და 2 ლელო გვაქვს გატანილი უკვე მატჩში 25 წუთია მხოლოდ გასული, ლელოები დაგვავიწყდება. რა თქმა უნდა, გვინდა რომ დავდოთ აუცილებლად მინიმუმ 4 ლელო, მინიმუმ 4 რო ავიღოთ ის პრემია, მარტო მოგება აღარ კმარა უკვე. აი განმეორებით ახლა ეს ეპიზოდი, ნახეთ, კვირიკაშვილი უბრუნებს უკან ლაბაძეს. შემდეგ ისევ კვირიკაშვილია ბურთით. მერე გადაიკიდა ესპანელს მოხვდა ხელზე, ბურთი ძალზე უკუღმართა ახტა იქ, აი მეკოს ფეხშიც და თვითონვე მიწვდა კვირიკაშვილი. ბურთი დავარდნილი იყო, მიწვდა თვითონვე დაამიცა და ანგარიში გახდა 22-ის ხაზზე დააყენა ბურთი, კიდის ხაზიდან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით და ემზადება დასარტყმად იგი ახლა თქვენს ეკრანზე. გამორბენი, დარტყმა და არის 12-0. ძიმე ფორვარდები ყავთ, რომელიც ძალიან მარდები არიან და კვირიკაშვილი, ისე ფეიქრიშვილი და მარჯვნივ უგავა, მაგრამ მას ახლა დაცვაში მოუწევს სიყოჩაღე, არა მანამდე დაირღვა თამაშის წესი. საჯი გვათამაშებდა ხეირს, ამოირბინეს მათ წინ თამაშგარეს წესი დაარღვიეს და ახლა ჯობია, რა თქმა უნდა, კარის ახლა ჯარიმა. დავარტყათ კარში 18 მეტრია, 12-0-ია, გავხადოთ 15. აი დარტყმა და საათის თავზე ანგარიში, მაბადია ნახევარი საათის თავზე 30 წუთია გასული მატჩის დაწყებიდან, ანგარიში გახდა 15-0. ერთმა ხნას ვნახოთ, ფეხით გამოვიტანეს ახლა ჩვენმა სტუმრებმა და აუტი. მაგრამ 3 ნომრების გარდა სწრაფად გავათამაშეთ აუტი და სწრაფადვე შევუტიეთ. ზიბზიბაძე იყო ბურთით, შემდეგ რა კარგი პასი იყო და რა კარგად შევიდა. კიდევ ერთი შეტევა. აჭარავა. თვითონვე შესანიშნავი სოლო გარღვევა გაჭარავას. ჩინებული შეტევა საქართველოს ნაკრებისა და კიდევ ერთი რიგით მე-3 ლელო დღევანდელ შეხვედრაში. მე ჩვენი რეპორტაჟის რეჟისორს მინდა ლევან ლეკვეიშვილს ვთხოვო, რომ მთელი ფაზა ამ შეტევისა გვიჩვენოს, რადგანაც ეს იყო კარგად დაწყობილი კომბინაცია და შესანიშნავად შესრულებული სოლო რეიდი გაჭარავას. მე-3 ლელო და ანგარიში 20-0-ია. რა თქმა უნდა, რეალიზაციას დავარწყავთ და არც აქ იქნება რაიმე პრობლემა. აი ნახეთ და მიადევნეთ თვალი ახლა ამ ეპიზოდს. აბუსერიძემ გამოიტანა.
კაჭარავა მაიღო, მივიდა 2 ნომერზე, 2 ნომერი 13 ძველ დაიჭერს. დიდებულად მივიდა. ვერც 10-მა შეძლო მისი გაჩერება. აი სამი ესპანელი ცდილობდა. ბოლოს ერთი მართალია მას მიწვდა. ეს იყო მე-9 ნომერი მათი აიესტარანი, მაგრამ ვერც მან ვერ შეაჩერა გაჭარავა და ასე დაიდო მესამე ლელო დღევანდელ შეხვედრაში. ახლა მერაბ კვირიკაშვილი, რეალიზაცია და რა თქმა უნდა 23-0. კაკოვინი. უტევს კაკოვინი. აბუსერიძე განდაგან წავიდა. თვითონ ცადა გაძრომა 6 ნომერთან მივიდა. შემდეგ მაისურაძე მაიღო. ნახეთ რა კარგად იბრძოლა იომ ამბურთისათვის. კიდევ ერთი დარტყმა და ერთი შეტევა 5 მეტრი ღარჩებოდა ახლა. ისევ ხაზზე გამოიტანეს აბუსერიძე კვირიკაშვილი. კარის წინ გავანხორციელეთ დარტყმა. მათი დაცვა უფრო დაალაგებულია ვიდრე ჩვენი წყობრი ახლა ხამაშურიძე შეუშვეს ჯვარზე. გააჩერეს მათ. კვირიკაშვილი ისევ კვირიკაშვილი და ბურთი გადაუარდა მე. ჩვენიურად წავიდა ეს. ჩინებული იყო ეს ეპიზოდი თავიდან ბოლომდე, კარგი იყო შეტევა, კარგი იყო. მაგრამ ჩვენი ჯარი საჯი გვათამაშებდა. გაგვიბრუნა ხეირი და აი აქედან უნდა დავარტყათ ჯარი. ამ გავათამაშოთ ნება ჩვენია. ამოწურულია პირველი ტაიმის დრო, რას ვუზამთ ახლა აი შერკინებას ვიღებთ. შერკინებას მოედანზეა, ბიჭებს რაღაც მითითებებს აძლევს. რა თქმა უნდა არის წვრთნელის თანაშემწე, მაგრამ თან შეთავსებით არის თუ ლუხჩიკში რა ჩერბის ხოლმე მოედანზე და რიჩის დანაბარევს გადაცემს ხოლმე ბიჭებს. ახლა შერკინებაში უნდა შევაგდოთ ბურთი აბუსერიძე ბურთით. მივაწექით კარგად მოვიგეთ შერკინება. მარჯვნივ ჩაერო ხამაშურიძე ჩართეს საქმეში, თვითონვე შევიდა ლელო და აი ეს ლელო ტაიმის მიწურულს, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, მე-4 ლელო დღევანდელ შეხვედრაში, ანუ 4 ლელო პირველ ტაიმში დადებული და ნახოთ მეორე ტაიმი როგორ წარიმართება. რეალიზაციაც უნდა დავარტყათ, დრო გასულია. რეალიზაციის დარტყმისთანავე დამთავრდება მატჩის პირველი ტაიმისათვის განკუთვნილი დრო. ახლა კი განმეორებით მე-4 ლელო დღევანდელ პირველ ტაიმში დადებული შეგიძლიათ ნახოთ. ეს არის აბუსერიძის პასი. ხამაშურიძე 10 ნომერზე კარგად მოიშორა. მერე რა სამი კაცი ჩამოეკიდა, ჩამოეკონციალა, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა მისი დაგდება. ბესიკ ხამაშურიძემ შეიტანა პირველ ტაიმში მეორე. გამორბენი დაარტყა და ბურთი აცდა მიზანს. 27-0, ასე დამთავრდა მატჩის პირველი ტაიმი. შევისვენოთ 10-ოდე წუთი და შემდეგ ნახოთ მეორე ტაიმის პირდაპირ რეპორტაჟი. პირველი ტაიმი და საკუთი მაღალი კლასი გვიჩვენა დღევანდელმა არბიტრმა მსაჯობისა. ესპანელებმა მოიგეს ეს გათამაშება, თავისავე ნახევარზე ცდილობენ ბურთის შენარჩუნებას, ჩვენები კი მაქსიმალურად ცდილობენ იქვე თავისავე 22-ში არ მისცენ საშუალება ესპანელებს ბურთის გამოტანისა. ბურთი წავართვით, შევუტიეთ ჩინებულად და იქნება ლელო აუცილებლად. დიახ, ირაკლი ნატრიაშვილის მე-5 ლელო დღევანდელ შეხვედრაში. ის აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე გეუბნებოდით, რომ აუცილებლად დაიდება მეთქი ეს ლელო. ჩინებულად გათამაშებული იყო ის ბურთი და ამჯერად უკვე თავის თავზე შეტევის დაგვირგვინება ჩვენმა თავდამსხმელმა. კონკრეტულად ირაკლი ნატრიაშვილმა აიღო და ჩინებულადაც შეასრულა იგი. ნახოთ განმეორებით ეს ლელო. ესპანელების აუტი იყო მოგებული, შემდეგ უხეიროდ ითამაშეს და აი ეს შეტევა შალვა სუთიაშვილი, შემდეგ ირაკლი ნატრიაშვილი, კარგი პასი, ჩინებული შესვლა და მე-5 ლელო დღევანდელ შეხვედრაში 32-0 გახდა. ამ დროში 4 ლელოა ჩვენი მონაგარი, 1 ჯარიმა და 2 რეალიზაცია. აი ახლა მე-5 ლელო და მესამე ზუსტად დარტყმული რეალიზაცია. გიორგი ჩხაიძის ნაცვლად, რომელიც მერვე ნომრით თამაშობდა, ამ პოზიციაზე შეხვედრას აგრძელებს ზვიად მაისურაძე, საქართველოს ჩემპიონის თბილისის ლოკომოტივისა და ეროვნული ნაკრების მერვე ნომერი. დიახ, მაჩხანელი შეტევა. შემდეგ კვირიკაშვილი, კიდევ ერთი ლელო, თედო ზიბზიბაზე შევიდა ესპანელთა ჩათვლის მოედანზე და აქ უკვე ჩვენი უპირატესობა იმდენად თვალშისაცემია, რომ ესპანელებმა პრაქტიკულად შეწყვიტეს კიდეც აი იქ ბრძოლა იმისათვის, რომ
რაღაცა წინამდებობა მაინც გაეწია ზიბზიბაძის საქმის. თედომ გაიტანა თავის კარიერაში მე-14 ლელო. ახლა განმეორებით ნახავთ ჩვენ ამ შეტევას. ეს მაჩხანელია. კარგად შევიდა. შემდეგ იქ მოამზადა კარგი პოზიცია იმისათვის, რომ კვირიკაშვილს მიეცა ბურთი, კვირიკაშვილმა დაინახა ეულად მყოფი თედო ზიბზიბაძე, რომელსაც რაღა თქმა უნდა არ დასჭირებია ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანზე შეტანა. 29 ტაიმში თქვი და ახლაც გავმეორდები თითოეულმა მათგანმა მიუხედავად თავისი სტაჟისა, გამოცდილებისა, გუნდში ყოფნის ისევ ხამაშურიძეა ბურთით. შემდეგ უტევს შეყლაშვილი. სამხარაძემ გამოიტანა. კიდევ ერთი შეტევა ჯაბა ბრეგვაძე. ახეთ როგორ ხალისობს მაყურებელი, რომელიც მოვიდა დღეს ლოკომოტივის სტადიონზე ამ მატჩის სანახავად, სამხარაძე. ბურთით. ამ საჩელი ჩვენსკენაა გაშვერილი, ჯარიმა გვერგება. თუ ლელო ვერ დავდეთ. მაგრამ მე მგონი ლელოს დავდეთ ზალ და ეგ ჯარიმა აღარ დაგჭირდება. ასეთი პირი უჩანს ამ ეპიზოდს ყოველ შემთხვევაში. ასეც მოხდა გია ლაბაძის ლელო 44-0. შენ სტატისტიკას ალბათ მოუწევს ჩასწორება. ნახოთ ყოველ შემთხვევაში 29 წუთზე მოხდა ეს ყველაფერი. ლაბაძესაც უნდა ჩაუწევს 64 კეპი დღეს და მე-12 ლელო. აი ეს ყველა რეკორდებს აუწევს, გაიწევს ამ გარდასახვას, ის რეკორდიც მოიხსნება. დაეცა ის რეკორდიც ზა. $15 მეტრი იქნება მარჯვენა კიდის ხაზზე. დიახ, ანტონ ფეიქრიშვილი დაბრუნდა და კაკოვინის მაგივრად იმისათვის რომ შევკინება დადგეს, მაგრამ კიდევ ერთი ტრავმა, რაღაც ტრავმები მოგვეძალა აი ამ ბოლო მონაკვეთში. შეტევა და ვინ? რა თქმა უნდა ისევ თედო ზიბზიბაძე და მეორე მისმეტით 0-იან. აი განმეორებით ნახავთ ახლა სამარჩიელოდ არ გავიხდით საქმეს. მალაგურაძე მიზი და მეტოქები გაატანა თედოს, მერე თედო მორი კაცი მოაწვა და კარის უკან დადო. ეს კი ნამდვილად ქუთაისის სკოლის აღზრდილი გახდა. თედო გაარტყავს და გაიტანს 53-ით. დღეს კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საქართველოს ესპანეთის მატჩს ადევნებთ თქვენ თვალს. დღესვე თამაშობენ უკრაინა და რუმინეთი, რუსეთი, სოჩში პორტუგალიის მასპინძელია. აი იქ რაღაც არეულობა, კოლექტიური ლელოს მსგავსი მზადდებოდა, მაგრამ საჩხელის ზია არ აღმართავს, რაც იმის მაუწყებელია, რომ ლელო არ არის ბურთი მასპინძლებმა შეიტანეს თავისავე ჩათვლის მოედანზე, ამიტომ 5 მეტრიანი შერკინებაც უნდა მოხდეს. არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ პორტუგალიაში ჩავდივართ როგორც გათამაშების ლიდერები. შეტევა ჩინებული მეკაურჯუკაშვილი და კიდევ ლელო. მე სათვალავით ამერია მე რამდენი. ალბათ მე-9 არის და ეს რეკორდიც მოგხსენე. დაიდო ბეკაურჯუკა ხა დიახ, წეგან ვამბობდით, რომ ჩინებული იყო ამ ყმაწვილის დებიუტი წინა შაბათს უკრაინის ნაკრებთან და შესანიშნავად შემოვიდა იგი მეორე ტაიმშიც. ნახეთ, ისი არ გადის ჩვენი 15 ნომერი მოედნიდან, რომ თავისი ლელო არ დადოს. ეს კი რაღა თქმა უნდა უაღრესად მისასალმებელი ფაქტია, რადგანაც 15 ნომერი როცა ერთვება თამაშში და ერთვება ასე ჩინებულად, ეს უკვე გუნდის წარმატების ერთ-ერთი კარგი გარანტიაა. ანგარიში როგორია? ანგარიში 60-0. 60-0. აი, ასე დამთავრდა დღევანდელი შეხვედრა. რეკორდული ანგარიში 60-0 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა ესპანეთის ნაკრები და 10 გოლით ლიდერობს ევროპის ერთა თასის გათამაშებას დღეისათვის.